ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებულ 7 პირთან პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას აფორმებს. პროკურორის განმარტებით დაკავებულებმა ბრალი აღიარეს და ჩადენილი ქმედება მოინანიეს, რაც საპროცესო შეთანხმების გაფორმების ერთ-ერთი საფუძველი გახდა. შეთანხმების პირობების მიხედვით 7-ვე ბრალდებულს 3 წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრება. ვინ არიან ეს პირები, რომლებიც სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს და რა დეტალები გახდა პროცესზე ცნობილი. ამ თემას ეკა ლემონჯავა განავრცობს. ეკა, გისმენთ. ეს 7 პირი გახლავთ ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მუმლაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ავთანდილ სურმანიძე და თემურ ქურციკიძე. სწორედ ამ პირებმა სახელმწიფო ბრალდებლის ლაშა ცქვიტარიას თქმით აღიარეს დანაშაული, ის მოინანიეს, რის გამოც უწყება მზად არის მათ საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმდეს, უნდა ჩატარდეს სასამართლოში ცალკე სხდომა, სადაც მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლემ უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც უკვე სხდომათა დარბაზიდან აღნიშნული პირები გათავისუფლდებიან. პირობითი მსჯავრი არის ასეთი, საპროცესო შეთანხმების პირობა არის ასეთი, 3 წელი პირობითი მსჯავრი. რაც შეეხება პირებს, რომელთაც ამ ეტაპზე არ უფორმდებათ საპროცესო შეთანხმება, ესენი არიან მარიამ მეყანწიშვილი, ნანა სანდერი და ასევე აბო ნავერიანი, ვახტანგ ფიცხელაური, ანტონ უპერი. ერთ-ერთი მათგანი ძებნაში იმყოფება, სულ 12 პირიანი არის ეს ეპიზოდი, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა და სწორედ ამ სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ 7 პირი აღიარებს ბრალდებას, რის გამოც უწყება მათ საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმდა. აღნიშნული საქმის ფარგლებში, სადაც პასუხისგებაში ამიცემული 12 პირი სახელმწიფო ბრალდებას განცხადებით მომართა 5 პირმა და ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. აღნიშნული განცხადების მიხედვით 5-ვე ბრალდებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს და მსგავსი პოზიცია მათ დააფიქსირეს სასამართლოს სხდომაზეც. მათ მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებას აღიარებენ და ინანიებენ 12 ბრალდებულიდან 7 ბრალდებული. სახელმწიფო ბრალდებამ გამოხატა მზაობა და თანხმობა მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. 7-ვე ბრალდებულს გაუფორმდება საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრს. საპროცესო შეთანხმება ფორმდება 3 წლით პირობით მსჯავრს. აღნიშნული საქმის ფარგლებშიც რამდენიმე ბრალდებულს უკვე მომართული აქვს სახელმწიფო ბრალდებისთვის, სადაც ითხოვენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. მათი ნაწილი შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დაკმაყოფილებულია. როგორც უკვე გითხარით, 5 პირს დაკავებული ბრალდებული 12 პირიდან საპროცესო შეთანხმება ამ დროისთვის არ უფორმდებათ. ბრალდებულები აცხადებენ, რომ ისინი არაპირებენ დანაშაულის აღიარებას და ასევე მონანიებას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ მათ არანაირი სახის დანაშაული არ ჩაუდენიათ, თუმცა ადვოკატები აღნიშნავენ, რომ მათთან კიდევ ერთხელ გაივლიან კონსულტაციას და არ არის გამორიცხული რომელიმე მათგანმა პოზიცია შეიცვალოს და მათაც საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ. არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ საპროცესოზე მიმართვას, რადგან ის წუთნახევრიანი ვიდეო, რასაც მედავებიან, არის სრული აბსურდი. შესაბამისად, ცოტა ესე ვთქვათ, რაღაც ისეთი განცდა მაქვს, რომ დავაღიარო ის, რაც არ გამიკეთებია და ის, რაც დანაშაული რეალურად არ არის. შემოთავაზებული პირობები, რაც იყო პროკურატურიდან, მე ვაპირებ, რომ გავიარო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, ვახტანგ ფიცხელაურთან, მიუხედავად იმისა, რომ მას ქონდა დღემდე ის პოზიცია, რომ არ მიუმართავ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, დღეს არსებული და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ აუცილებელია მასთან გავიაროთ ეს საკითხი და ზოგადად მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მისი და ამ უკანონოდ დაკავებული ადამიანების თავისუფლება დღეს უფრო მნიშვნელოვანი არის. პირობა იყო 1 წელი რეალური, ანუ ციხეში მოხდით, თუმცა ბუნებრივია კონსტანტინემ უარი განაცხადა და მისი პოზიცია იყო ძალიან მკაცრი და მყარი. თუმცა დღეს შეიცვალა ბრალდების მხარის პოზიცია. მათ უფრო მეტად შეამცირეს ის პირობა, რომელსაც ითხოვდნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ. ამ შემთხვევაში პირობა ეს არის 3 წელი სრულად პირობითი, თუმცა ჯერჯერობით მე როგორც ადვოკატი ვალდებული ვარ, რომ პირველ რიგში ვნახო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ვინახულო პენიტენციურ დაწესებულებაში, დაველაპარაკო. ამ ეტაპზე კონსტანტინე კოკაიას პოზიცია არ ვიცი და უცნობია.
4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებს, რომელთაც საპროცესო შეთანხმება უფორმდება, ეიდავებიან სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობას, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. რაც შეეხება საერთო ჯამში ამ საქმეს, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული არის 64 პირი, მათგან რამდენიმე გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფება. რაც შეეხება დღევანდელ ეპიზოდს, როგორც უკვე გითხარით, 12 პირიდან 7 პირს უფორმდება საპროცესო შეთანხმება აღიარებისა და მონანიების საფუძველზე.